რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ, რომელსაც მხოლოდ სატელევიზიო რევოლუციები კი არა, სამამულო კლიპ ინდუსტრიის განვითარების ყველაზე ადრეულ ეტაპზე პირველი ქართული მუსიკალური კლიპების ისტორიაც უკავშირდება, რეჟისორობა იმ ცნობილი მიზეზის გამო გადაწყვიტა და აირჩია, რომ მის ოჯახში ამ პროფესიის წარმომადგენლები მრავლად იყვნენ. სწავლობდა ლენინგრადის თეატრალურ ინსტიტუტში ტელესარეჟისორო ფაკულტეტზე. საწარმოო პრაქტიკას კი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადიოდა, სადაც გადაიღო კიდეც საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები. სხვათა შორის იგი რეზო ჩხეიძესთანაც მუშაობდა სატელევიზიო სპექტაკლებზე. მოკლედ ტელევიზიასთან კავშირი თანაც ძალიან მჭიდრო 1977 წლიდან აქვს. მაშინ საქართველოს ტელევიზია საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ალბათ საუკეთესო ტელევიზია ცენტრალური ტელევიზიის შემდეგ. თულიც იყო იქ მუშაობა და ადვილიც იყო, იმიტომ რომ ბევრი საშუალება ჰქონდა. ფულიც ბევრი იყო მაშინ, სახელმწიფო უზარმაზარი თანხები იდებოდა ტელევიზიაში, იმიტომ რომ ტელევიზია ემსახურებოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იდეოლოგიას. მე ავირჩია ესეთი გზა, რომ აი თითქოს ამ იდეოლოგიური მასში რაღაცა შემოქმედებითი რაღაცები მეკეთებინა და მომეც ამის საშუალება ტელეფილმების სტუდიაში კინოფირზე მუშაობდი, ნუ ეხა პრინციპში კინორეჟისორებისთვისაც კი ეს არის დიდი ფუფუნება, რომ კინოფირზე რაღაცა გადაიყვანოს. როგორც წესი, ქართველ რეჟისორთა უმეტესობას დღემდე მოსდევს კინოფირისადმი ნოსტალგია. თუმცა გიორგი ებრალიძე ერთ-ერთია იმ იღბლიანთა შორის, რომელსაც დღემდე აქვს ამავე კინოფირზე მუშაობის შესაძლებლობა. რაც ყველაზე საინტერესოა, მისი ყველა ნამუშევარი სარეკლამო თუ ვიდეოკლიპი მისივე სამარკო ხელწერით გამოირჩევა, რომლებშიც აშკარად იკითხება საინტერესო სიუჟეტი და არანაკლებ საინტერესო სცენარი. მოკლედ დღემდე ყველაფერს კინოეფექტი დაჰკრავს, რაც გიორგი ებრალიძის ნამუშევრებს სხვებისგან გამოარჩევს კიდეც. ვცდილობ, რომ გამოსახულება მაქსიმალურად მივამსგავსო კინოს და ვიყენებ ისევ შავ-თეთრი ფერის რაღაც ელემენტებს, რომელთაც ვიწყებდი და რომელიც ვთვლი, რომ პრინციპში შეუცვლელი და ყველაზე საინტერესო გამოსახულებაა. სწორედ გიორგი ებრალიძეს უკავშირდება ქართულ სატელევიზიო სივრცეში შემოტანილი და დანერგილი ახალი ფორმა. ტელეწამყვანების ახლებური თავისუფალი კომუნიკაცია მაყურებელთან, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველად მეორე არხზე განხორციელდა. სწორედ ამ დროს ითხვზებოდა ამავე არხის საინტერესო ისტორია, მუსიკალური ვიდეო ნოველებით, განსხვავებული გადაცემებითა და თავისუფლად ჩაცმული წამყვანებით. ყველაფერი კი ჯგუფ პრიზის ცნობილი მუსიკალური ვიდეო ტრილოგიით დაიწყო, რომელიც დღემდე ტოვებს 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის მკვეთრად საინტერესო გემოს. მოკლედ პირველი სატელევიზიო რევოლუცია შედგა თანაც ძალიან ხავერდოვნად. მეორე არხის შემდეგ კი ქართულ სატელევიზიო სივრცეში მსგავს ფორმატზე გადასვლის ტენდენცია მალევე დაიწყო დამკვიდრება. პირველი ვინც გამოჩნდა ეკრანზე აი ესეთი, აი რომელმაც დაანგრია ეს სტერეოტიპები რაღაც დიქტორის და წაიყვანა გადაცემა ესე უშუალოდ კონტაქტში შევიდა მაყურებელთან, იყო სერგი. სერგი 1-2 დღე რო იჯდა ეთერში. მე დამიბარეს მე და მითხრეს, რომ უნდა ჩააცვალო კოსტუმი, უნდა გავუკეთო გალსტუკი. თქარი არ გამოვა მეთქი ხა ეს სხვა სტილის წამოვანია და ვერ ნუ ასიზამო ჩვენო ზემოდან დაგვირეკესო და ესეთი განკარგულება არის. ავდექი და ერთ დღეს ჩავაცვი, გავუკეთე ჰაუსტუხი, ყველაფერი დააჯდა ეთერში. იმუშავა ერთი დღე იქ რა, ცოტა ოფიციალურიც გახდა და მეორე დღეს დამირეკესო, კაი გახადე. ჯგუფი პრიზი იყო მაშინ. მომიტანა ფონოგრამები კასეტაზე, რომ აი მოისმინეო 4 სიმღერა მაქვს და იქნება რაღაცა მოვიფიქროთ. გავაკეთეთ ეს ქალაქი ღამით, ეს მე მაშინ კლიპი არ ვიცოდი საერთოდ ეს ტერმინი და 4 უпроსოდ ვიდეო ნოველებს ვარქმევდი. 3 წელი ავირე იქიდან და ნუ ეს ქალაქ ამ ერთი კვირა ეს იყო 99 წელი. 99 წელს მუშაობდით ღამე ქუჩებში და ეს გადავირეთ. ამავე კლიპებმა ნოვგოროდის საერთაშორისო ფესტივალზე პრაქტიკულად ყველა პრიზი მოხსნა, მათ შორის გრან-პრი. სხვათა შორის მეორე არხზე შემოტანილი ფორმები მოგვიანებით უკვე სტუდია მაესტროს გადაცემებში გაგრძელდა. ამიტომაც გიორგი ებრალიძე, ისე როგორც მაყურებელთა უმეტესობა, თვლის, რომ მაესტრო დღემდე ყველაზე კონტაქტური არხია. გიორგი ებრალიძესვე უკავშირდება საქართველოში ჩატარებული რეკლამის პირველი და საკმაოდ გახმაურებული სარეკლამო ფესტივალი SIFA, რომელმაც ქართული რეკლამის წარმოებაში დიდი როლი შეასრულა. სხვათა შორის უკვე ნორმად იქცა,
რომ ქართველი რეჟისორების უმეტესობა ქართულ კინემატოგრაფში არსებული კრიზისის გამო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ძირითადად ორი მიმართულებით ახორციელებენ: ვიდეოკლიპების შექმნით ან სარეკლამო რგოლებზე მუშაობით. გიორგი ებრალიძემ კი ორივე მიმართულება წარმატებით აითვისა. სხვათა შორის მისი სარეკლამო რგოლები აბსოლუტურად ქართული ისტორიებია, თანაც ქართულ საფუძველზე. ამიტომაც ეს ნამუშევრები ფესტივალებზე ყოველთვის გამოირჩევა და აღინიშნება ნაციონალურობის მახასიათებლით. იგი დღემდე წარმატებით თანამშრომლობს კომპანია Makti GSM-თან, რომლის სარეკლამო რგოლების უმეტესობა სწორედ მას ეკუთვნის, მათ შორის აი ეს ბოლო რგოლი. ესეთი ვიწრო ის იყო ორღობე და ის კამეჩების სურემი ვერ ტრიალდებოდა იქ. და თან გვერდზე ამ ვიწროში ჩვენ რელსი გქონდა დაგებული, რაზეც კამერა იდო და მოვყვებოდით. და იქ მოტრიალება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, უნდა გასულიყავი სადღაც სოფლის ბოლოს, იქ მოტრიალებულიყავი და ერთ დუბლს რო გაივლიდა, მეორე დუბლიც ხო უნდა გამოიარო. და შემდგომ გენახა ამ ძროხების ამ ვიწრო ორღობებში როგორც ძროხა თუ რა ქვია კამეჩების მოტრიალება რა ამბავი იყო. ესე აქედანვე კაჩეული ზოგი ურემს წევდა და ესე ხელით გადაგქონდა და მე ისევ ახლიდან უშვებდი და ეს რამდენი დუბლი მეორდებოდა. გიორგი ებრალიძე საქართველოს ახალი ჰიმნის ვიდეო ვერსიის ავტორია. სხვათა შორის ისიც საინტერესოა, რომ იგი ურთიერთობას როგორც საქართველოს წინა, ისე ახალ ხელისუფლებასთან ადვილად ახერხებს. თუმცა რატომ და როგორ ამის მიზეზი არ იცის. ყოველი შემთხვევისთვის ფაქტია, რომ მასვე ეკუთვნის წინა ხელისუფლების საარჩევნო რგოლების უმეტესობა. თუმცა ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ მისთვის ახალი ჰიმნის ვიდეო ვერსიის გადაღება დაეკვეთა. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ შეხედულებებს და არც იმას ამ შემთხვევაში მე ვარ რეჟისორი, რომელსაც უკვეთავენ, რომ გამოვიდეს კარგი პროდუქტი. თანამედროვე მუსიკას ნაკლებად usmens. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ამავე მუსიკაზე რამე აქვს გადასაღები. ძირითადად კი ბითლომანია, თანაც კოლექციონერი ბითლომანი. მართალი ამავე ჯგუფთან, ისე როგორც საერთოდ დასალურ მუსიკასთან დაკავშირებული აკრძალვები მასზე მეტნაკლებად, მაგრამ მაინც გავრცელდა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ლივერპულელი 4-ეულის ალბომები შეეგროვებინა და მათივე მუსიკისთვის ესმინა. მაგნიტოფონზე ჩანაწერებით რაღაცეებით და ისეთები მეებზე რომ რენტგენის იმაზე რომ წერდნენ აქედან იწყებოდა და მე მოვხდი რაღაც ტურისტული იმით იუგოსლავიაში საგზურით და იქ დავიარე და იქ დისკები შევაგროვე. იყო ამ დიდი მაგნიტოფონები 200 კილოიანი, ამით სიარული უნდა მიგეტანა, შეგერთენ რაღაცა გადმოგეწერა, მე გადაგეწერა და ნუ ხარისხი რა თქმა უნდა საშინელი, უსმენდით კიდე იმებში რადიოში ხოლმე ხან ამერიკის ხმა, ხან სვაბოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ალბათ მოულოდნელია, რომ გიორგი ებრალიძე ბუნებით პასიური ადამიანია. ყოველი შემთხვევისთვის თulis, რომ ეს მისი პორტრეტის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია. არ უყვარს ხალხმრავლობა და ეგრეთ წოდებული ტუსოვკები, რომლებზეც პრაქტიკულად არასოდეს ჩნდება. თავს კომფორტულად მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გრძნობს. ისიც მოულოდნელია, რომ იგი არც თუ დამჯერი ბავშვი იყო. მეტიც მას ყოფაქცევაში არც მეტი, არც ნაკლები სამიანი ეწერა და სკოლიდან გარიცხვის კანდიდატიც კი იყო. ვიპარებოდი სკოლიდან შატალვებზე დავდიოდი, ხან კინოში ვიპარებოდით, ხან ისა მეოთხედში და ეჩემ დაიბარეს და რაღაც ფანტასტიკური ციფრი უთხრეს გაცდენის. ფაქტიურად გამოვიდა, რომ სულ 2 დღე ვიყავი სკოლაში. რიცხავდნენ სკოლიდან. აქვს ნივთები, რომლებიც ხშირად მის განწყობას განაპირობებენ. განსაკუთრებით კი ქუდები უყვარს. როგორც ჯო ზავინული ამბობს, ქუდი მას აზრებისა და ბგერების აკუმულირებაში ეხმარება. თუმცა გიორგი ებრალიძისთვის ქუდს, ისე როგორც სხვა ნივთებს, მაინც განსხვავებული დატვირთვა აქვს. კრიალოსნები მიყვარს. მაქვს კოლექცია. კოლექცია არ არის, ნუ ეხა კოლექცია არ ქვია, რამოდენიმე კრიალოსანი მაქვს, რომელთაც ხანეთ შვირებ ხოლმე ხან მეორეს, მაგრამ არა იმიტომ რომ რაღაცა ეხა გენიოსებისთვის ებაა რომ კრიალოსანი დაიჭირონ და მიხეილ თუმანიშვილი და რაღაცა არა. შუშის ბურთები მიყვარს ძალიან. აი ესეთ ბურთების ისა მაქვს რა და სხვადასხვა ზომის, სხვადასხვანაირი ბურთები მაქვს. მამუკა ლონტი დამცინის ხოლმე სულ. ისა შალხიძე თან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ისინი აქვს რაღაც ხუმრობები და ანეკდოტები და როცა მაგდრო შალხიძე აი ძველ საგნებთან ურთიერთობა რაღაცებს თუნდაც შეიძლება არ იყიდო არაფერი, მაგრამ იქ რაღაცნაირად შვიდები და წყნარდები. სულ ოცნება მაქვს მართალია ვერ ავიხსენე, მაქვს ძალიან კარგი კოლექცია ფილმების, რომელსაც ვაგროვებ უკვე დიდი ხანია და ერთხელ მინდა რომ ერთი თვე მქონდეს სიწყნარეში ვიждდეს სიმშვიდეში
დიდ ტელევიზორთან და ამას ყველაფერს უყურო თავიდან ბოლომდე, მაგრამ ვერ მოახერხე. არ გამოდის. და ბოლოს გიორგი ებრალიძის სარეჟისორო ანგარიშზე 4 ფილმი ირიცხება. მათ შორისაა რეანიმაცია, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი ნამუშევარია. სხვათა შორის ამავე ფილმის კადრებზეა აწყობილი ჯგუფ ვაკის პარკის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალური ვიდეოკლიპი ბრძოლა წესების გარეშე. ამის გარდა მას დოკუმენტური, მხატვრული და მუსიკალური ფილმებიც აქვს გადაღებული. და კიდევ, როგორც გაირკვა, გიორგი ებრალიძე მომავალში ნამდვილად აპირებს კიდევ ერთი ფილმის გადაღებას. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე